პირველ რიგში წარმატებებს ვუსურვებთ ახალ ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, მაგრამ აღსანიშნავია ფაქტი, რომ დღემდე ჩვენ არ გვყავს ოფიციალურად ელჩი შეერთებული შტატებიდან. რაც შეეხება მოლოდინებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სასურველია მოხდეს გადატვირთვა არსებული ამ პრობლემური პოლიტიკის, რაც ოცნების პოლიტიკამ გამოიწვია, მაგრამ ამას სჭირდება პირველ რიგში თავად ოცნებამ შეიცვალოს ქცევა, ოცნებამ შეიცვალოს თავისი არდემოკრატიული პოლიტიკა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ისინი ჩანწყალით სამწუხაროდ დღესდღეობით არ გვინდა. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში შეუძლებთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან გქონდეს ნორმალური, სტაბილური ურთიერთობა, ისეთივე როგორც გქონდა ადრე. მაგრამ სამწუხაროდ ამის ნიშანწყალი ოცნების პოლიტიკიდან გამომდინარე ჯერ არ ჩანს. და ამის შედეგია კიდევ ერთხელ ის, რომ დღემდე ელჩი ჯერ კიდევ არ გვყავს ოფიციალურად შეერთებული შტატებიდან. ასევე ვკითხავთ გუშინ ნაციონალური მოძრაობის პოლიციის გამართა, თუმცა მოქმედი თავმჯდომარის დინა ბოღუჩავას გარეშე, როგორც ვიცით, პარტია ინფორმირებული იყო, რომ ხშირ ჩამოდიოდა, თუმცა არც გადაავადეს პოლიციის სტომა და ფიქრობთ თუ არა, რომ ეს არის რაღაცნაირად ნაციონალური მოძრაობის დაყოფის მსვლელობა თავად პარტიის შიგნით. ერთი დინა ბოღუჩავას მომხრები, რომლებიც არ იყვნენ გუშინდელი პოლიციის სტომაზე და მეორენი, რომლებიც იყვნენ ძველი სახარად. თქვენ როგორ უყურებთ და გარედან როგორ ჩანს ეს პროცესები, რაც ხდება ახალ ნაციონალურ მოძრაობაში? მოკლედ ჩვენ არაერთხელ გვითხავს, რომ ნამდვილად არ გვაინტერესებს ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგი, ის პროცესები რაც არის, ეს ახლა ვინ, რატო არ ესწრებოდა, რატო არ გადაიდო კონკრეტული შეხვედრა, ეს თავად მათ უნდა გითხოთ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს. ფაქტია, რომ ნაციონალური მოძრაობა თავის პოლიტიკური დღის წესრიგით წლებია უკვე და დღესაც აშკარაა ნათელია ჩვენი მოქალაქეებისთვის ემსახურება ოცნების პროპაგანდის, ოცნების პოლიტიკის გაძლიერებას და დღეს საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ოცნება თუ რამეზე დგას ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ფუნდამენტი შეიძლება ფუნდამენტსაც თუ უწოდებთ, ეს არის ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგი, რასაც ის წლებია უკვე სთავაზობს მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური დღის წესრიგი აზიანებს საერთო პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, ცხოვრების რიტმს ქვეყანაში და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს. შესაბამისად, ახლა ვინ, რატო არ ესწრებოდა, აპირებენ გაყოფას თუ არ აპირებენ, ეს ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, ეს თავად მათ უნდა გითხოთ და ისინი გაგცემენ პასუხს ალბათ. პოლიტიკურად რამდენად სწორია? გასაგებია, რომ ის სხვა პარტია, გასაგებია თქვენი პოზიცია, რომ თვითონ რომ ქართულ ოცნებას აძლიერებს რეალურად ახლა ნაციონალური მოძრაობა, თუმცა პოლიტიკურად რამდენად სწორია, როდესაც მოქმედი თავმჯდომარე ჯერ მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, რომ ის მხარს უჭერს ნაკავშირებიან სიგებს სოციალური ქსელიდან, ამის შემდგომ პოლიტიკური საბჭო ინიშნება, საბჭოს სხდომა ინიშნება და მოქმედი თავმჯდომარე არ არის და პეტრე ცისკარიშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა, რომ არ დაგვრიტეთ, არ გვაინტერესებს ნამდვილად. მე ხო თქვი არ შევაფასებოთ. კი, არის ცალკეული პოლიტიკური პარტია. ჩვენ მე როგორც ჩანს, მათი პოლიტიკური დღის წესრიგი ვთქვი, აქ მნიშვნელოვანი არა საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი, როგორ ჩანს დღეს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური დღის წესრიგი. არა მხოლოდ დღეს, წლებია უკვე ხას უსვა. ეს არის შეფასება მათი პოლიტიკა ახლა შიდა სამზარეულო ვინ, როდის დაესწრება, ან არ დაესწრება, ან გაიყოფა. არც საზოგადოებისთვის არის ეს მნიშვნელოვანი და საინტერესო და მით უმეტეს ჩვენ მაგ შეფასებაში ვერ შევდივართ. კიდევ ერთხელ ვამბობთ, მათი პოლიტიკური დღის წესრიგი, რითაც ისინი მოქმედებენ, წლებია და დღეს განსაკუთრებით რა ფაზაშიც ისინი იმყოფებიან, ერთი საზოგადოებას არ აინტერესებს და პირდაპირ ეს აძლიერებს ოცნების პროპაგანდას. საზოგადოების ინტერესებში მათი ეს პოლიტიკური დღის წესრიგი, მათი შიდა გარჩევები ნამდვილად არ შედის და არ აინტერესებს საზოგადოებას. უკვე თავისი ამორჩეველიც დაიღალა იმ პროცესებით, რაც მიდის. დანარჩენი ახლა ვინ დაესწრება? ნაციონალურ მოძრაობას კრიზისი აქვს 2012 წლიდან მოყოლებული და დღეს ახლა იმყოფებიან ამ კრიზისის კიდევ ერთ-ერთ მორიგ ცალკეულ ფაზაში. შემდეგ პერიოდში შეიძლება კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში იქნება. აქ ერთ ხაზგასასმელი ფაქტია, საინტერესოა ოცნების გუნდს ვკითხოთ. როდესაც ისინი პირველი თავიანთ ამორჩეველს პირდებოდნენ, მოქალაქეებს პირდებოდნენ, საკონსტიტუციო სარჩელით აკრძალავდნენ ნაციონალურ მოძრაობას. რას აკეთებენ ამ მიმართულებით? ეს კითხვა ამ კითხვას იმიტომ კი არ ვსვამ, რომ მე რომელიმე პოლიტიკური პარტიის აკრძალვა მაინტერესებს ან ჩვენს პოლიტიკურ ინტერესში შედის. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობა, როგორც პოლიტიკური ძალა, გუნდი, როგორც თავიანთ თავს უწოდებენ, მათ პოლიტიკური დღის წესრიგით პირდაპირ ოცნების პოლიტიკურ წესრიგზე ასხავს თავს. შესაბამისად,
კიდევ ერთხელ კითხვა რომ დავუშვათ ოცნების პოლიტიკურ გუნდს, თან როგორც ვიცი, თუ არ ვწდები, ეს ამ საკონსტიტუციო არჩევნს თავისი ვადები აქვს, ნახლა ერთხელ მოხდა უკვე ამის გადავადებაც, საინტერესოა რეალურად თუ ისინი ნაციონალურ მოძრაობის დღის წესრიგზე არ დგანან, საკუთარი პროპაგანდა ნაციონალურ მოძრაობის დღის წესრიგით არ იკვებება. რა საპირებენ ამ მიმართულებით საერთოდ? დავუსვით კითხვა, შეგიძლიათ დავუსვით საინტერესო იქნება მათი პასუხი. ამ კითხვას კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, იმიტომ კი არსებობ, რომ ჩვენ რომელიმე პარტიის აკრძალვა გვაინტერესებს. ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ნაციონალური მოძრაობა თავისი პოლიტიკური დღის წესრიგით ოცნების პოლიტიკურ წისქვილზე ასხავს წყალს, ნათელი დადასტურებაა მათი ეს ორი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგი და ქმედებები. რა არის რელევანტური? რომ შეიძლება ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდეს ხელისუფლებაში, პრემიერ-მინისტრი ამ შემთხვევაში როგორც ჟორჟორიანი ახლავს, იყოს მიხეილ სააკაშვილი. ნაციონალური მოძრაობა ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში. იმიტომ რომ საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ კაფიოდ, ჯერ კი 2012 წელს უთხრა ნაციონალურ მოძრაობას უარი. მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად შეიძლება ითქვას თავის პოლიტიკური ისტორიის მანძილზე, ყველაზე მეტად ძალადობრივი რეჟიმი გინდათ როგორც გინდათ, ყველაზე მეტად ასე ვთქვათ, შესაძლოა თავიანთ თავს, ნაციონალური მოძრაობა თავიანთ თავს თვლიდა ძლიერად. და ამ ერთად ნაციონალური მოძრაობა ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში, აქ საქმე დგას სხვაგვარად, კიდევ ერთხელ. ხაზგასმით, რომ ახლა რაც უნდა ეცადოთ, რომ რაღაც მათ შიდა პოლიტიკურ გარჩევებში შევიდეთ, ნამდვილად არ საზოგადოებასაც არ აინტერესებს. თავიანთი ამორჩეველიც დაიღალა იმ შიდა გარჩევებით, რაც მით არ გვაინტერესებს ეს ჩვენ. მაგრამ ფაქტია, თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგით, რითაც ისინი ყოველდღიურად სამწუხაროდ ამას ხელს უწყობს თავად ოცნებას. სააკაშვილი არის ერთადერთი მსჯავრდებული, რომლის, რა ვიცი, ვიდეოებით, მიმართვები პოლიტიკური მას თათბირებს ატარებს სასამართლოს დარბაზიდან. ხო, ერთადერთია, სხვა რომელიმეს ნებისმიერ რიგით მოქალაქეს აქვს ამის შესაძლებლობა. არა. რატომ? იმიტომ რომ ამით იკვებება დღეს ოცნება. თავად ოცნება, ოცნების პროპაგანდა. აი ეს არის საქმე. ამიტომ ამბობ, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობა თავისი რიტორიკით, ნარატივებით, დღის წესრიგით, მოქმედებებით, წარსულშიც რა ქმედებებიც ჰქონდა და დღეს აზრითაც მოქმედებს, პირდაპირ ეხმიანება ოცნების იმ პროპაგანდას და ნარატივებს და აძლიერებენ ერთმანეთს. ეს არის და ეს. კიდევ ერთხელ, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, როდესაც საკონსტიტუციო არჩევანი დაინიცირეს, ეს შესაძლოა იყოს თქო ნაციონალური მოძრაობის რეინკარნაციის შესაძლებლობა. დღემდე რა შედეგი მივიღეთ, ხო? ანუ არის ამ მიმართულებით რამე ხედავთ ნაბიჯი გადადგმული. შეგიძლიათ კითხოთ ოცნების გუნდს. მე მაქვს კიდევ კითხვა მიხეილ სააკაშვილის ავატარ ვერსიაზე. მოკლედ ნაცებზე ვსაუბრობთ. გაჩნიათ მსგავსი ქმედების გააშკარულება, რაც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა ავატარ ვერსიაზე. თქვენ ალბათ გახსოვთ, არაერთი შეფასებები გამიკეთებია. მე პირადად ჩემი შეფასებები სააკაშვილზე და ნაციონალურ მოძრაობის კონკრეტულ საკითხთან და ახლა არ დავუბრუნდები ისევ რაც ვისაუბრე. თქვენ ახლა სერიოზულობაზე მკითხეთ. სააკაშვილის განცხადებები ბოლო პერიოდსაც რო გადავხედოთ, სერიოზული შეფასება შეუძლებელია ამ ადამიანის განცხადებებს კონდეს და მით უმეტეს ახლა არ ვიცი, ავატარით აპირებს თურმე პოლიტიკაში დაბრუნებას, ხო? კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ვიცი. რაც უფრო ნაკლები კომუნიკაცია ექნება საზოგადოებასთან, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, სამართლებრივი ჩარჩოების დაცვით, დემოკრატიული პრინციპების დაცვით. კიდევ ერთხელ ვამბობ, მისი თითოეული კომუნიკაცია ისევ და ისევ აინტერესებს და აწყობს ოცნებას. მით უფრო ნაკლები ის იქნება, ასე ვთქვათ, საზოგადოებისგანაც გულისწყრომა ალბათ. ვაჰ. სააკაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იტოპიებიანი ბიზნესმენების პროექტია. როგორ უყურებთ ამ პროცესს? ისევ სააკაშვილის შეფასება უნდა გავაკეთოთ თუ პროცესის და. არა, უყურე მე კამერას, არ არის პრობლემა. ნუ რაც შეეხება ნებისმიერ პარტიას დღეს ამ მოცემულ პოლიტიკურ პროცესებში, რაშიც ვიმყოფებით და რა პოლიტიკური ველიც არის დღეს საქართველოში, ჩვენ ნებისმიერ დემოკრატიულ პრინციპებზე დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებულ ეროვნულ
ჩვენი ქართული ხალხის ინტერესებზე დაფუძნებულ ნებისმიერ პარტიას უსურვებს წარმატებას. დანარჩენი ახლა საქმე만 ჩვენ მან წარმოგვაჩინოს ყველა პარტია, ნებისმიერი ვინც იქნება ამ პოლიტიკურ პროცესებში, შესაბამისად სხვა დამატებითი შეფასებებს ნამდვილად ვერ გავაკეთებ. ბოლო კითხვა მენება, მოწყვეტი როგორ აფასებ ბოლო პერიოდში ხელისუფლებაში გადაწყობილ საკადრო ცვლილებებს, მამკავი მარაძე, ეთნიკურ მინისტრი, ეს არის გეგმიური განახლება თუ მართლა გუნდში არსებული პრობლემების ნიშანი? გეგმიური განახლება კარგია. მოკლედ, რაც შეეხება ზოგადად საკადრო პოლიტიკაზე, საკადრო ცვლილებებს ჩვენ ოცნების პირობებში მივეჩვიეთ რაღაც გარკვეული პერიოდი, რამაც სამ თვეში ერთხელ, 4 თვეში ერთხელ იცვლებიან მინისტრები, მაგრამ ფაქტია ამას ჩვენი ქვეყნისთვის, ეროვნული ინტერესებისთვის, ჩვენი საზოგადო მოქალაქეების, რიგით მოქალაქეების ყოველდღიური ინტერესებისთვის ამას არავითარი სასიკეთო ცვლილებები არ სდევს თან. კიდევ ერთხელ ეს კონკრეტული ცვლილებები გამომდინარეობს ერთი ადამიანის პირადი ინტერესებიდან, გამომდინარეობს იმისგან, რომ ოცნებამ რაც შეიძლება მეტხანს, დიდხანს შეინარჩუნოს ძალაუფლების ვერტიკალი და კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს. შესაბამისად, ახლა რაც ცვლილებებიც არ უნდა გააკეთდეს, ვინც არ უნდა გაუშვან სახლში ან ვთქვათ, მინისტრების გადაადგილება მოხდეს, ეს ჩვენ და სამწუხაროდ არ ცვლის იმ მავნებელ პოლიტიკას, რასაც ოცნება წარმოებს და იმ რეალობას, იმ წვავ რეალობას, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის არის ყოველდღიურად. მადლობა. ოჩახ, იგამაგულობა. რამდენი და საერთოდ რა ხდება საქართველოში ამ პროცესში წავიდე. კაი ვიცით. ოკეი, კაი ჩემო, კაი. დავიწყოთ თუ რამე სიგნალი გვაქვს? დავიწყოთ. პირველ რიგში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინსტიტუციურ სისუსტეზე, ეს კონკრეტული ფაქტი არის ერთ-ერთი მორიგი დადასტურება ნებისმიერი მიმართულებით, სამწუხაროდ სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ პასუხობენ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს. შესაბამისად, ამის შემდეგ, მას შემდეგ, რაც მასშტაბური გამორთვა მოხდა მთელი საქართველოს მასშტაბით, ამის შემდეგ არც ერთი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი არ გამოსულა და ჩვენი მოქალაქეებისთვის არ მიუწვდებიათ ინფორმაცია, რა ხდებოდა ჩვენს თავს, რატომ მოხდა მსგავსი ტიპის მასშტაბური გამორთვა. შესაბამისად, ამ ყველაფრის შემდეგ დღეს კონკრეტულმა უწყებებმა ერთმანეთს რაც არ უნდა გადააბრალონ, რაც არ უნდა პასუხისმგებლობა სხვადასხვა უწყებებს აკიდონ, ეს კონკრეტული ფაქტიც ჩვენ და სამწუხაროდ საზოგადოებისთვის, ასე ვთქვათ, ნაკლებს სანდოა. შესაბამისად, კონკრეტული უწყება აწევ ვის დაიბარებენ საგამოძიებო უწყებებში, ვის აკიდებენ ამ პასუხისმგებლობას, ამას დავაუდო და საზოგადოებას ნახავს. ფაქტია, ჩვენ და სამწუხაროდ დღეს ვერც ერთი ინსტიტუტი მათი სისუსტიდან გამომდინარე ვერ პასუხობს ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებს. მადლობა.